მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ რუსეთზე და მის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში. აქ საუბარი არ გვექნება მხოლოდ თანამედროვე რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, არამედ ზოგადად მოყოლებული 16 საუკუნიდან პრინციპში, განსაკუთრებით კი უკვე მე-17 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც რუსეთის ინტერესები ამ რეგიონში უფრო ცალსახა გახდა, რაც მოიცავდა ეკონომიკას, სამხედრო საკითხებს, ელემენტარულ პოლიტიკურ ასე ვთქვათ, ურთიერთობებს და ზოგადად სხვადასხვა გათვლას, რომელიც ისახავდა მიზნად, რომ გარკვეული ძალთა ბალანსი შენარჩუნებულიყო რეგიონში რუსეთის სასარგებლოდ. თავიდან ალბათ მინდოდა დამეწყო იმით, რომ გაგვეაზრებინა რა სურს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასია ამ შემთხვევაში ტერმინი პირობითია მაინც, რადგან ისტორიულად მაინც ეს ტერმინი უფრო ბოლო საუკუნეებში გამოჩნდა. მას შემდეგ რაც უკვე რუსები დაეპატრონენ ამ რეგიონს, კლასიკურად ამ რეგიონს მაინც კავკასიის სახელწოდება არ ჰქონდა და ამიტომაც ჩვენ მაინც ასე ვთქვათ სიმარტივისთვის ვიყენებთ აი ამ ტერმინს, რათა მაყურებელი უფრო მარტივად მიხვდეს, რაზე ვსაუბრობთ, რა რეგიონს მოვიცავთ და ასე შემდეგ. თუ გადავხედავთ რუსეთის ექსპანსიას, რომელიც დაიწყო უკვე პრინციპში მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-16 საუკუნეში უფრო ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც უკვე ივანე მრისხანის დროს რუსებმა იღეს ყაზანი და ასტრახანი და გავიდნენ კასპიის ზღვაზე. რუსეთის ექსპანსია იყო განპირობებული პირველ რიგში ეკონომიკური ინტერესებით. ეკონომიკური ინტერესები რუსეთის მართველი ელიტისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც იმდროინდელი ევროპული, დასავლეთ ევროპული ქვეყნების, ასე ვთქვათ, სავაჭრო ფენებისთვის და მასშტაბად პოლიტიკური კლასისთვისაც. საქმე იმაშია, რომ რუსეთის გეოგრაფიიდან გამომდინარე, რუსებს ჰქონდათ სამი ვარიანტი ექსპანსიისთვის, სამი მიმართულება ძირითადად ეს, რა თქმა უნდა, არის ბალტიის ზღვა, მეორე ეს არის შავი ზღვა, მესამე კი კასპიის ზღვა. არ არის ეს ზღვები იდეალური, იმ გაგებით, რომ ამ ზღვებიდან მარტივად ოკეანეში გადასვლა ან შეუძლებელი, ან ძალიან რთულია, შეუძლებელია, რა თქმა უნდა, კასპიის ზღვის შემთხვევაში. და მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს იყო ის შესაძლო ვარიანტები გეოგრაფიული მიმართულებები, სადაც რუსებს შეეძლოთ თავისი ექსპანსია განეხორციელებინათ. პირველი ზღვა, სადაც რუსებმა მოახერხეს, ასე ვთქვათ, გასვლა, როგორც ვთქვით, ეს იყო კასპიის ზღვა და რა თქმა უნდა, კასპიის ზღვა ძალიან ახლოს არის, ასე ვთქვათ, საკუთრივ ჩრდილოეთ კავკასიასთან, გულისხმობ კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს, ახლოს არის ჩრდილოეთ კავკასიასთან, სამხრეთ კავკასიასთან და ეს ნიშნავდა ერთ რამეს, რომ რუსები ცდილობდნენ ჩრდილოეთიდან სამხრეთით ექსპანსიას, ანუ იმ რეგიონებისადმი, სადაც იყო მეტი სავაჭრო ურთიერთობები, მსხვილი ქალაქები, დიდი მოსახლეობა და რა თქმა უნდა, აი ამ ახლო აღმოსავლეთის აი ამ ნაწილიდან რუსებს უკვე სურდათ, რომ უფრო დიდ სავაჭრო გზებზეც გასულიყვნენ. კერძოდ კი სპარსეთის ყურეზე, ინდოეთის ოკეანეს და ასე შემდეგ. აქ მე არ გულისხმობ იმას, რომ ფიზიკურად უნდათ დაეპყროთ მთელი ეს ტერიტორია, რა თქმა უნდა, აქ საუბრობ უფრო ძირითადად აი ამ დიდ სავაჭრო გზებზე გასვლას,
რომელიც მათ მისცემდა, რუსებს მისცემდა საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, მარტივად გასულიყვნენ ინდოეთის ოკეანემდე, სადაც ისევე როგორც თანამედროვე პერიოდში მსოფლიო ვაჭრობის საკმაოდ დიდი წილი გადიოდა, ასე ვთქვათ. ექსპანსია სამხრეთით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი მახასიათებელი რუსეთის საგარეო პოლიტიკისა, როგორც თქვით, მე-16 საუკუნის დასაწყისიდან. აქ რა თქმა უნდა, სხვა გეოგრაფიული კომპონენტებიც უწყობდა ხელს რუსეთს და პირველ რიგში ეს არის სამდინარო სისტემები. მდინარე ვოლგა, მდინარე დონი, ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოედინებიან როგორც შავ, ასევე კასპიის ზღვაში და ეს ის მდინარეებია, რომელთა დაკავებითაც, ასე ვთქვათ, გაკონტროლებით, სრულად გაკონტროლებით, შენ უკვე შეძლებდი აი ამ ზღვების ჩრდილოეთ ნაწილზე მაინც კონტროლის მოპოვებას. რუსებისთვის მნიშვნელოვანი იყო სამხრეთით ექსპანსია, ანუ კავკასიის, ასე ვთქვათ, სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. იმის გამოც, რომ საკუთრივ აი ეს სივრცე, რომელიც კავკასიონის ქედის ჩრდილოეთითაა და მოქცეულია შავ ზღვასა და კასპიის ზღვებს შორის, ისტორიულად იყო საკმაოდ არასტაბილური ზონა. თავდაპირველად, სანამ რუსები, ასე ვთქვათ, გაბატონდებოდნენ მანდ უკვე მე-18 საუკუნეში, ასე ვთქვათ, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოახერხეს ეს. მანამდე იყვნენ მონღოლები, მონღოლების დამარცხების შემდეგ ეს რეგიონი, ანუ უხეშად რო ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასია არასტაბილური იყო პოლიტიკურად, რადგან მანდ არ არსებობდა ერთი კონკრეტული დიდი მოთამაშე, რომელსაც შეეძლო ამ მთელი რეგიონის თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევა და ამით ისე თუ ასე მოხერხდებოდა ნორმალური ურთიერთობის, ასე ვთქვათ, სტაბილური ურთიერთობის დამყარება ამ კონკრეტულ ძალასთან. ამიტომაც რუსებს ძალიან უჭირდათ ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასიის დამორჩილება, როგორც თქვით, მხოლოდ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში მოახერხეს 50-იან წლების ბოლოს 60-იან წლების დასაწყისში მოახერხეს ამის გაკეთება. მაგრამ ჩვენთვის აქ საინტერესო ის არის, რომ რუსების ექსპანსია სამხრეთით ეკონომიკურ მიზეზებთან ერთად ასევე გამოწვეული იყო იმ არასტაბილურობით, რომელიც მათ საზღვრებთან იყო სამხრეთის მიმართულებით, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ანუ ჩვენ ხშირად ამა თუ იმ დიდი ქვეყნის ექსპანსიის სიაზე საუბრისას ძირითადად მაინც ყურადღებას ვამახვილებთ მაინც ასე ვთქვათ მკაცრად იმპერიულ აზროვნებაზე და იმპერიულ ამბიციებზე, რომ ტერიტორიული გაფართოება ეს არის ერთადერთი რამ, რაც აინტერესებს ამა თუ იმ მმართველს, ამა თუ იმ დინასტიას, ხო? მაგრამ აი აქ ამ შემთხვევაში, ანუ რუსების შემთხვევაში, ჩვენ ცალსახე ეკონომიკურ, სავაჭრო ეკონომიკურ ამბიციებთან ერთად ხედავთ ასევე ძალიან საინტერესო მიდგომას, რომ აი ეს არასტაბილური ვითარება საზღვრების სამხრეთით უბიძგებს რუსებს, რომ უფრო მეტი ექსპანსია განახორციელონ ამ მიმართულებით, რათა მეტი სტაბილურობა შეძინონ თავის საზღვრების აი ამ ნაწილს, ანუ სამხრეთ ნაწილს. და შესაბამისად ამ ყველაფერმა მაინც ეს რუსეთი მიიყვანა იქამდე, რომ ისინი მივიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ბარიერამდე, ეს არის კავკასიონის ქედი. რეალურად რო გადავხედოთ რუსეთის გეოგრაფიას, ნახავთ, რომ კავკასიონის ქედი არის ერთადერთი მნიშვნელოვანი სერიოზული, ასე ვთქვათ, გეოგრაფიული ბარიერი, რომელიც რუსებმა გადაუახეს. რუსეთის ტერიტორიაზე, თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, არის უამრავი რაოდენობა მდინარეების, მსხვილი სამდინარო სისტემებისა, არის ურალის მთათა სისტემა მთელი, მაგრამ ეს არ არის ისეთი გადაულახავი, ისეთი პრობლემური გეოგრაფიული ბარიერი, რომელიც შენ შეგზღუდავდა სიტყვაზე გადალახვაში
და სიტყვაზე იქეთ ციმბირისკენ ექსპანსიას შეგიზღუდავდა. კავკასიონის ქედს რაც შეეხება, კავკასიონის ქედი ბევრად აღემატება სიმაღლეში ურალის მთებს და მართლაც ისტორიულად ათასწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა გადაულახავ ბარიერს საქართველოსა და იმ ტერიტორიებს შორის, რომელიც მის ჩრდილოეთით მდებარეობდა, სტეპებს შორის. სტეპებთან ურთიერთობის კუთხით, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობის კუთხით. ამიტომაც რუსებისთვის მართლაც იყო საკმაოდ ისეთი საკვანძო მომენტი, როგორ მიუდგებოდნენ აი ამ კავკასიონის ქედს. დარჩებოდნენ ისინი ამ ქედის ჩრდილოეთით და მოახერხებდნენ ისინი ასე ვთქვათ, თავისი იმპერიული, ასე ვთქვათ, ექსპანსიონისტური რაღაც ამბიციების შეკავებას და მოახერხებდნენ, ასე ვთქვათ, ამ გეოგრაფიული ბარიერის შეზღუდვას თავისი, ასე ვთქვათ, ამბიციებისა, თუ გადალახავდნენ ამ გეოგრაფიულ ბარიერს, ამ კავკასიონს და გადავიდნენ სამხრეთით. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა რუსეთის მმართველ ელიტაში მე-18 საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისში და საბოლოო ჯამში მაინც გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ ასე ვთქვათ, ექსპანსია ქედის იქეთ გადასულიყო და საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ, ნაბიჯი გადაედგათ უკვე უშუალო ექსპანსიისთვის, ანუ შემოერთებინათ აღმოსავლეთ საქართველოს გაექვემებინათ ადგილობრივი მმართველობა, ქართული სამეფოებისა, ქართული მეფეებისა და საკუთარი მმართველობა შემოეღოთ. რაც სხვა არაფერი, რა თქმა უნდა, თუ არა, ასე ტერიტორიული ექსპანსია, ანექსია ახალი ტერიტორიებისა. მაგრამ მიზეზი ამისი, რა თქმა უნდა, არის როგორც სავაჭრო ეკონომიკური, იმიტომ რომ შენ აღმოსავლეთ კავკასიის დაკავებით ახერხებ უკვე ისეთ მნიშვნელოვან ტერიტორიებზე გასვლას, როგორიც არის სრულად კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს გაკონტროლება, მეორე გადიხარ უკვე უშუალოდ ირანისკენ და უკვე ეს გაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტი ასე ვთქვათ, სავაჭრო ეკონომიკური ბერკეტიც ქონდეს ხელში, რათა გახვიდე უფრო ქვემოთ, ანუ სპარსეთის ყურისკენ და საბოლოო ჯამში ინდოეთის ოკეანეში. აქ რა თქმა უნდა ისევ გულისხმობ ამ სავაჭრო კომერციული კუთხით გასვლას. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, ამ სავაჭრო ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, ისევე როგორც ეს იყო ჩრდილოეთ კავკასიის შემთხვევაშიც, რუსების ექსპანსიის მიზეზი სამხრეთ კავკასიაში იყო ასევე ის არასტაბილური ვითარება, რომელიც სამხრეთ კავკასიაში იყო იმ დროს. ქართული მონარქიები, სამეფოები და სხვა სახელმწიფოებრივი, ასე ვთქვათ, ერთეულები არ იყვნენ, ასე ვთქვათ, მყარი მოთამაშეები, მათ აკლდათ თავდაცვის უნარიანობა და რუსებისთვის, რომელიც აანალიზებდნენ შორიდან იმ ვითარებას, რომელიც იყო, რომელიც იქმნებოდა იმ დროინდელ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ როგორ საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოს ირანელები და პოტენციურად უკვე ოსმალებიც, რუსები ფიქრობდნენ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა, თუ არა უშუალოდ გადასულიყვნენ და დაეკავებინათ ეს ტერიტორია, რადგან ისინი იმდენად არ იყვნენ შეწუხებული საკუთრებ ქართველების, ასე ვთქვათ, გაჭირვებით, რამდენადაც იმით, რომ თუ მოხდებოდა ირანის და ოსმალეთის საბოლოო გაბატონება სამხრეთ კავკასიაში, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ დიდ საფრთხეს შეუქმნიდა რუსებს უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ჯერ კიდევ სრულად არ ჰქონდათ მათ ურთიერთობა, ესე ვთქვათ, დაალაგებული ადგილობრივ
მოსახლეობასთან, ხო? ამიტომაც აი დომინოს პრინციპის თავიდან ასაცილებლად რუსები უშუალოდ გადავიდნენ ექსპანსიაზე და მიხვდნენ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ ქართველები მეწინააღმდეგობას შეიძლება ვეღარ გაუწევდნენ უკვე ირანელებს და ოსმალებს და ეს რეგიონი სრულად ჩაუვარდებოდა ამ ახლო აღმოსავლეთის დიდ იმპერიებს და ამით რა თქმა უნდა რუსეთის არა მარტო სავაჭრო კომერციული სავაჭრო ეკონომიკური ეს თქო ინტერესები დაზარალდებოდა, არამედ უშუალოდ რუსებს შეექმნებოდათ საფრთხე ზოგადად კავკასიაზე ასე ვთქვათ, გაბატონების კუთხითაც, ხო? ამიტომაც აქ ჩვენ რუსების ექსპანსიაზე საუბრისას ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ გეოპოლიტიკურ მიზეზებსაც, ხო? რა თქმა უნდა, მომდევნო ათწლეულებში, ანუ უკვე მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულებში, განსაკუთრებით უკვე შუა პერიოდისთვის ამ საუკუნისა, რუსების ხედვა კავკასიის როგორც მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ელემენტის მათ გეოპოლიტიკურ ხედვაში უფრო კრისტალიზირდა, ან ასე ვთქვათ, უფრო დაიხვეწა და რუსებისთვის კავკასიაზე გაბატონება, ბატონობის შენარჩუნება იყო პირდაპირი გაგებით ნიშანი იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ დიდ მოთამაშეს ევრაზიაში, დიდ მოთამაშეს აღმოსავლეთ ევროპაში. რუსებისთვის სამხრეთ კავკასია, ან ასე ვთქვათ, კავკასია ზოგადად, განსაკუთრებით მისი სამხრეთი ნაწილი, წარმოადგენდა ერთგვარ ჩამკეტს, რომ უცხო ძალები ვერ შესულიყვნენ ცენტრალურ აზიაში. ამავდროულად რუსები უყურებდნენ სამხრეთ კავკასიას როგორც ვთქვათ ფორპოსტს, ვთქვათ სივრცეს, საიდანაც უფრო მეტ ტერიტორიაზე მოახერხებდნენ გავლენის გავრცელებას უკვე სამხრეთით ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. აქ რა თქმა უნდა სავაჭრო ეკონომიკური ინტერესებია პირველ რიგში, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასია და ის ტერიტორია, რომელსაც საბოლოო ჯამში რუსები დაეუფლებიან ირანელებზე და ოსმალებზე გამარჯვებების შედეგად, მეგულისხმობ მე-19 საუკუნის პირველ 3 ათწლეულში გამართული ომების შედეგად, რუსები პრინციპში მიუახლოვდნენ უკვე ირანის თანამედროვე ირანის ჩრდილოეთ ნაწილს, იმ ნაწილს, რომელიც უკვე განსაკუთრებით მდიდარი იყო აბრეშუმის წარმოებით, სხვადასხვა ასე ვთქვათ, სავაჭრო გზების დიდი რაოდენობითაც გამოირჩეოდა ირანის ეს ტერიტორია და ამიტომაც რუსებისთვის აბსოლუტურად საკვანძო იყო, რომ აი ამ სივრცეზე მომავალში განეხორციელებინათ ასე ვთქვათ გავლენა. რუსებს მაინც და მაინც პირდაპირი ექსპანსია მდინარე არაქსის სამხრეთით ამ ექსპანსიის სურვილი არ გამოუჩენიათ მე-19 საუკუნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პირველ მსოფლიო ომამდე ასეთი რამ მეც ხდება, როდესაც უკვე რუსები და ინგლისელები იყოფენ პრაქტიკულად გავლენის სფეროებს ირანში, რაც მერე რისი დუბლირებას პრაქტიკულად მოხდა უკვე მეორე მსოფლიო ომში, როდესაც უკვე სტალინი და ჩერჩილი ასე ვთქვათ თანხმდებიან იმაზე, რომ რა გავლენის სფეროები უნდა ქონდეთ უკვე იმ დროინდელ ირანში და ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ანუ იმ მომენტში, ანუ მე-19 საუკუნის ასე ვთქვათ 30-იან წლებისთვის რუსები საკმაოდ კომფორტულ პოზიციაში იმყოფებიან, ეს მდინარე არაქსი საკმაოდ
დიდი ტერიტორია, რომელიცაც რუსები უკვე იპყრობენ სრულად ირანისგან, ეს ის სივრცეა, სადაც არის ლოკალურ დონეზე სიმდიდრეც და რუსები ცდილობენ აი ამ ტერიტორიების, თქვათ, გამოყენებას წმინდა იმპერიული კუთხით, ანუ წამოიღონ იქიდან ნედლეული და იაფი ნედლეული და რათა თავისი, ეს თქვათ, ქარხნები და ფაბრიკები აამუშავონ უკვე საკუთრებ რუსეთის ტერიტორიაზე და მერე უკვე მოხდეს აი ამ პროდუქციის გაყიდვა როგორც საკუთრებ თავისი იმპერიის ეს თქვათ პროვინციებში, ისე საზღვარგარეთ. მაგრამ თვითონ ფაქტი იმისა, რომ კავკასია წარმოადგენდა და განსაკუთრებით მის სამხრეთი ნაწილი წარმოადგენდა ამ ერთგვარ აი ჩამკეტს, რომ უცხო ძალა, ამ შემთხვევაში დასავლური ძალები ძალებს არ შეეღწიათ, ასე ვთქვათ, ცენტრალურ აზიაში, აი სამხრეთ კავკასია ზუსტად აი ამ როლს ირგებდა რუსულ იმპერიულ, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკურ აზროვნებაში. რუსებს ჰქონდათ საფუძველი გარკვეული შიში ქონოდათ იმასთან დაკავშირებით თუ რა ანტირუსული, ასე ვთქვათ, გეგმები ჰქონდათ მაგალითად ბრიტანელებს, ფრანგებსაც პრინციპში კავკასიისადმი, მართლაც მე-19 საუკუნის განმავლობაში განსაკუთრებით პირველ ნახევარში ბრიტანელები და გარკვეულწილად ფრანგები აქტიურობდნენ კავკასიის მიმართულებით. ეს ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში მაინც კარგად შესწავლილი არ არის და შეიძლება ბევრისთვის ცნობილიც არ იყოს ის თუ როგორ იყო დაინტერესებული ბრიტანეთი კავკასიით. როგორც ცდილობდა ის არ ეღიარებინა ეს სივრცე რუსეთის იმპერიის ნაწილად, როგორც ცდილობდა ბრიტანეთი რომ ასე ვთქვათ ოსმალეთი და სპარსეთი წაიქეზებინა სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებზე, ხშირად ეს გამოსდიოდა კიდევაც, როდესაც ხედავდა რომ მაინც მარცხდებოდნენ, მერე უკვე ბრიტანეთი პრინციპში თვითონაც შეუდგა ამ საქმეს, კერძოდ რომ დახარჯა ფული, შექმნა პრაქტიკულად კოალიცია, რაც რა თქმა უნდა დაგვირგვინდა კიდევაც ყირიმის ომის დროს, მაგრამ აი გეგმა ბრიტანეთის იყო ისეთი, რომ ეს რეგიონი, ანუ კავკასია სრულად ჩამოეშორებინა რუსეთს და ამის საფუძველს ხედავდა იმაში, რომ რუსებს არ ჰქონდათ დამორჩილებული ჩრდილოეთ კავკასია და ეს მთელი მოსახლეობა არ ემორჩილებოდა რუსეთს და ლონდონის გადმოსახედიდან წარმოადგენდა ბრიტანეთის მოკავშირეს პრინციპში. და ამიტომაც აი ამ მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში ხშირი იყო მაგალითად ბრიტანული გემების შემოსვლა შავ ზღვაში, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში შეღწევა, იქ სანაპიროებზე ხშირად იარაღის და სხვადასხვა შეერაღების გადაცემა მთელი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ჩერქეზებისთვის. ჩერქეზების საკითხი საკმაოდ აქტუალური იყო ბრიტანეთის პოლიტიკურ კულტურულ, ასე ვთქვათ, დებატებში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში და ჩერქეზები მიიჩნეოდნენ როგორც ბუნებრივი მოკავშირეები დიდი ბრიტანეთისა. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა, რა თქმა უნდა, ყირიმის ომით, როდესაც ბრიტანელებს ცალსახად ჰქონდათ გეგმა, რომ შამილთან ერთად, ანუ ეს ცნობილი მეამბოხე დაღესტნიდან, რომელიც ებრძოდა რუსულ იმპერიას, რუსეთის იმპერიას და ჩერქეზებთან და სხვებთან ერთად ბრიტანელებს სურდათ, რომ ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ოსმალების დახმარებით მთლიანად აი ეს სამხრეთ კავკასია, ამ ყოველ შემთხვევაში ამბიცია ჰქონდათ, რომ მთლიანად კავკასია ჩამოეშორებინათ, მაგრამ თუ არა, ყოველ შემთხვევაში სამხრეთ კავკასია მაინც
რუსეთის მმართველობას. ეს გეგმა ჩაუვარდათ პირველ რიგში იმიტომ, რომ ყირიმის ომის დროს კავკასიისადმი ნაკლებ ინტერესი ჩენდა ამ ომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე ეს იყო საფრანგეთი, რომელიც ამ ომში იყო ბრიტანეთის მოკავშირე. მიუხედავად საერთო სამხედრო მოქმედებებისა რუსეთის წინააღმდეგ და ნუ ამ ომის მიზეზები რა თქმა უნდა განსხვავებულია, მაგრამ თავარი მაინც ის იყო, რომ რუსეთს სურდა უკვე გენერალური შეტევის განხორციელება ოსმალეთის იმპერიაზე და აქ უკვე ბრიტანელები და ფრანგები ხედავდნენ, რომ ამის დაშვება უბრალოდ აღარ შეიძლებოდა და ამიტომაც საპირისპირო ზომებს მიმართეს, კერძოდ კი ჩაერთვენ უშუალოდ ომში და ფრანგებს ინტერესი ძირითადად მაინც ყირიმზე და ყირიმის გარშემო ტერიტორიებზე ჰქონდათ გადატანილი, ბრიტანელებს სურდათ უფრო მასშტაბური ომი ეწარმოებინათ და პირველ რიგში კავკასიას უმიზნებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რადგან ფრანგების წილი ამ ომში, კერძოდ ჯარისკაცების და სხვა რესურსების კუთხით იყო საკმაოდ მსხვილი, მაინც ამან გადაწონა და საბოლოო ჯამში საერთო სამხედრო ქმედებები ძირითადად მაინც იყო გადატანილი ყირიმის ნახევარკუნძულზე და მის გარშემო არსებულ ტერიტორიებზე. სამხრეთ კავკასია მაინც დარჩა მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, სამხედრო ფრონტად, თუმცა მაინც უფრო მეორე ხარისხოვნად, ვიდრე ყირიმის ნახევარკუნძული. მაგრამ თვითონ ფაქტი იმისა, რომ დასავლური ძალები და წარმმართველი ძალები იმ დროს იყვნენ დაინტერესებულები კავკასიით, მეტყოლებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რეგიონი იმ დროინდელ მსოფლიო პოლიტიკაში. რუსები ამ დაინტერესებას ხედავდნენ მხოლოდ ერთი რამით. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბრიტანელებს და გარკვეულწილად ფრანგებს სურდათ ამ რეგიონიდან რუსეთის განდევნა, რათა აქ თავისი, ასე ვთქვათ, სამხედრო ბაზები განეთავსებინათ, აქ საკუთარი ეკონომიკური გავლენა გაევრცელებინათ და რა თქმა უნდა, აქედან უკვე შეაღწიათ ცენტრალურ აზიაში, რადგან რუსები ხედავდნენ და იცოდნენ, რომ ცენტრალური აზია როგორ ახლოს არის ინდოეთთან, რომელიც იმ დროს უკვე ბრიტანეთის მფლობელობაში იყო და საკუთრივ ბრიტანელების ინტერესიც ის იყო, რომ ეს სამხრეთ კავკასია ისე გაეკონტროლებინათ, რათა აქ უკვე რუსული გავლენა არ გავრცელებულიყო, რადგან ეშინოდათ, რომ აი სამხრეთ კავკასიიდან რუსები გავიდოდნენ სამხრეთით. სპარსეთის ყურემდე, შემდეგში უკვე ინდოეთამდე. შეიძლება ითქვას, რომ ეს შიში მაინც ცოტათი გადაჭარბებულიც იყო, რადგან მაინც რუსები ვერ მოახერხებდნენ ახლა ფიზიკურად, ასე ვთქვათ, ამ ხელა ტერიტორიების დაკავებას, მაგრამ აქ მაინც უნდა შევხედოთ ამას როგორც საზღვაო და სახმელეთო იმპერიების შეჯახების კონცეფციიდან, ასე ვთქვათ, როდესაც საზღვაო იმპერია ცდილობს, რომ შეზღუდოს, შეაკავოს სახმელეთო იმპერია, რომელსაც შესაძლოა ამ მომენტისთვის არ აქვს ის ამბიცია, რომ რაღაც უფრო შორეული ტერიტორიები დაიკავოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ საზღვაო იმპერიას შეუქმნის შესაძლოა ეგზისტენციური საფრთხეც და ამიტომაც ბრიტანეთს სურდა, რომ გარკვეულწილად გაებუქებინა კიდევაც ის საფრთხე, რომელსაც რუსები წარმოადგენენ იმ დროინდელი ინდოეთისთვის, რათა მოხდარიყო რუსების შეკავება აი იმ საზღვრებში, რომელშიც უკვე იყვნენ და რათა მომავალში, ასე ვთქვათ, არ მოხდარიყო ამ იმპერიის უფრო მეტად გაძლიერება ბრიტანეთის ინტერესების საპირისპიროდ. ეს ვითარება, ანუ კავკასიის მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში გარკვეულწილად შემცირდა ყირიმის ომის დასრულების შემდეგ. იყო რაღაც ეპიზოდური
გამოვლინებები, როდესაც სიტყვაზე იგივე ბრიტანეთი ისევ ინტერესდებოდა იმით, თუ რა ხდებოდა სამხრეთ კავკასიაში და ისევ იყო მცდელობები, რომ აქ გემები შემოეყვანათ და განსაკუთრებით კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილში და ისევ მოხდარიყო, ასე ვთქვათ, შიდა არეულობის მოწყობა რუსეთის იმპერიაში, მაგრამ თავარი მაინც ბრიტანელები რასაც აღწევენ აი ამ ყირიმის ომის დასრულების შედეგად, ეს არის ის, რომ მათ პრინციპში მიიღეს უფლება, რომ აი ამ შავი ზღვის პირეთში, ასე ვთქვათ, ანუ რუსებს არ ყოლოდათ ფლოტი, ქონდათ ნაკლები გამაგრებული ადგილები, ასე ვთქვათ, სანაპიროებზე და რაც თავარია, თავისუფლად ევაჭრათ ბრიტანელებს შავი ზღვის აუზში. ეს საკმაოდ საინტერესო ასე ვთქვათ, ელემენტი არის, იმიტომ რომ ბრიტანელები ცდილობდნენ, რომ აი ამ ხერხით, ასე ვთქვათ, გასულიყვნენ უფრო დიდ სავაჭრო ბაზრებზე და რატომღაც ჯეროდათ, რომ კავკასია წარმოადგენდა საკმაოდ მსხვილ სავაჭრო ბაზარს, სადაც მოხდებოდა უკვე ასე ვთქვათ, ბრიტანული პროდუქციის გასაღება, ხო? რუსებისთვის სამხრეთ კავკასიისკენ ექსპანსია ასევე იყო მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ რუსები უტევდნენ ოსმალეთის იმპერიას და უტევდნენ ორი მიმართულებით. ერთია ბალკანეთის ნახევარკუნძულის მხრიდან, ხოლო მეორე უშუალოდ, როგორც ითქვა, სამხრეთ კავკასიიდან. და ამიტომაც ოსმალეთთან ომებში კავკასია წარმოადგენდა მნიშვნელოვან ვთქვათ, დამხმარე სამხედრო ფრონტს და თუ რუსები ვერ მიაღწევდნენ თავის მიზნებს, მაგალითად ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მათ მარტივად შეეძლოთ გარკვეული უპირატესობის მიღება კავკასიის მიმართულებით და ამით დაიბალანსებინათ უკვე საზავო მოლაპარაკებებში ოსმალეთთან სხვადასხვა პირობა. საბოლოო მიზანს, რა თქმა უნდა, კი წარმოადგენდა შავი ზღვის სრულად გაკონტროლება, ეს არ წარმოადგენდა ისეთ გიგანტურ გეოგრაფიულ სივრცეს, რომ რუსებს არ ქონოდათ რეალური ამბიცია ამისა, ამიტომ სჯეროდათ, რომ აი შავი ზღვის სრულად ხელში ჩაგდება, ეს იყო ის რეალური მიზანი, რომლის მიღწევაც იყო შესაძლებელი რუსების გაგებით, რუსების პერსპექტივიდან და აი კავკასია აი ამ კუთხით თამაშობდა ძალიან საინტერესო როლს რუსეთისთვის. ცოტა რამ შეიცვალა თანამედროვე პერიოდთან თუ შევადარებთ, თუ როგორ პოლიტიკას ატარებს თანამედროვე რუსეთი კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში და ისევ კავკასია თამაშობს გარკვეულწილად ჩამკეტის როლს, იმიტომ რომ თუ სამხრეთ კავკასიას რუსეთი არ აკონტროლებს, ანუ პირდაპირ თუ არა პირდაპირ, ასე ვთქვათ, ხერხით, სამხრეთ კავკასია იქცევა ხიდად დასავლეთისთვის ან სხვა ძალებისთვის, რათა შეაღწიონ ცენტრალურ აზიაში. და ეს, რა თქმა უნდა, რუსეთს ყველაზე ნაკლებად აწყობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აი ეს თავისი ისტორიული ინტერესი დაიცვას. აქედან გამომდინარეა ზუსტად ის ომები, ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს რუსეთი ამ ბოლო 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. მოკლედ რო შევაჯამოთ, კავკასია, კერძოდ მის სამხრეთი ნაწილი და მასზე, ასე ვთქვათ, ბატონობა წარმოადგენს რუსეთის იმპერიული აზროვნების, რუსეთის, ასე ვთქვათ, იმპერიული სიდიადის ქვაკუთხედს, ისევე როგორც ცენტრალური აზია, ისევე როგორც თქოს უკრაინა, ბელორუსის ტერიტორია და კავკასია ალბათ
გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვან გეოგრაფიულ როლსაც კი ასრულებს ვიდრე ცენტრალური აზია, იმ კუთხით, რომ ის არის ხიდი რუსეთისთვის, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისევე ის ჩამკეტი, ის ხიდი, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას უშუალოდ შავ ზღვასთან და აი აქ უკვე რუსებს, რა თქმა უნდა, ნაკლებად სურთ დათმონ ეს თავისი ისტორიულად წარმართული პოზიცია, რაც მათ ჰქონდათ დაახლოებით 200 წლის განმავლობაში ამ რეგიონში.